ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ყურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1966 წლის 29 მარტია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაზეთების საბჭოთა აჯარისა და ბატუმსკი რაბოჩის პირველი ნომრების გამოქვეყნების 40 წლის თავის აღსანიშნავად შეიკრიბნენ პარტიული და საბჭოთა მუშაკები. პრესის წარმომადგენლები, მუშები, სოფლის კორესპონდენტები, სტუმრები თბილისიდან, სოხუმიდან, ხერსონიდან. მოხსენება გააკეთა აჯარის საოლქო კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგემ კონსტანტინე დოლიძემ. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგემ მიხეილ გოგიჩაიშვილმა წაიკითხა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მისალმება იუბილეებისადმი. მათ მიულოცეს აჯარის საზოგადოების წარმომადგენლებმა, სტუმრებმა. სხდომის დამთავრების შემდეგ შედგა კონცერტი. სიღნაღის რაიონის სოფელ ძველი ანაგის სტალინის სახელობის კოლმეურნეობამ შარშან 87 ჰექტარზე დათესა სიმინდი. წელს კი მინდვრის დედოფალს 400 ჰექტარზე დათესავენ. ძველმა ანაგელებმა რაიონში პირველებმა დაიწყეს სიმინდის თესვა. მექანიზატორმა გურამ მოლაშვილმა პირველ დღესვე 15 ჰექტარი დათესა კვადრატულ ბუდობრივად. იციან რა პარტიისა და მისი ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის სამხანაგ ნიკიტა სერგიძე ხრუშჩოვის ზრუნვა სიმინდის მოსავლისადმი ძველი ანაგელები ვალდებულებას იღებენ მომავალში კიდევ უფრო გაზარდონ სიმინდის ნათესები. უკანასკნელ დროს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონებში ასევე მთელ რიგ დიდ საწარმოებებსა და კულტურნეობებში შეიქმნა 30-ზე მეტი კულტურის ინსტიტუტი, რომლებშიც დადის 5000-ზე მეტი კაცი. კულტურის ინსტიტუტები ყოველმხრივ ხელს უწყობენ ფართო მასების კომუნისტური შეგნების ამაღლებას, მათ იდეოლოგიურ ესთეტიკურ აღზრდას, მეცნიერებისა და ტექნიკის უახლეს მიღწევათა მოწინავე გამოცდილების პროპაგანდას. კულტურული ინსტიტუტების ერთიანი ცენტრის შექმნის მიზნით დაარსდა რესპუბლიკური საზოგადოებრივი საბჭო 25 კაცის შემადგენლობით. საბჭოს თავმჯდომარე ამხანაგი ისიდორე დოლიძე. მასში შედიან საქართველოს კულტურის ცნობილი მუშაკები. 2 წლის წინათ იტალიაში შეიქმნა ევროპის მწერალთა ასოციაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან ევროპის 23 ქვეყნის, მათ შორის საბჭოთა კავშირის და სახალხო დემოკრატიის ქვეყნების წარმომადგენლები. ასოციაციის მთავარი დანიშნულებაა ხალხთა შორის მშვიდობის და მეგობრობის განმტკიცება. ამას წინათ რომში ევროპის მწერალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა საბჭომ ასოციაციის წევრებად მიიღო ქართველ მწერალთა დიდი ჯგუფი. პოეტი აკადემიკოსები ირაკლი აბაშიძე და გიორგი ლეონიძე, მწერლები სიმონ ჩიქოვანი, გრიგოლ აბაშიძე, იოსებ ნონეშვილი, ბესარიონ შხენტი, სერგი ჭილაია. ქართველ მწერლებს ამის შესახებ პირადად აცნობა ევროპის მწერალთა ასოციაციის თავმჯდომარე ჯოვანი ვიგორელი. გადმოიცემოდა 1961 წლის 29 მარტის უკანასკნელი ცნობები.